ნათქვამია ყველაფერი დასწრებაზეაო და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ქართულმა პარტიამ ამჯერადაც დაასწრო. გაჩეჩილაძე კიწმარიშვილის სუბარის ტანდემმა ჯერ ბურჯანაძის გეგმები მოისმინა, შემდეგ კი საკუთარი სტრატეგია გაასაჯაროვა. 21 მაისის აქციების დაანონსებიდან რამდენიმე დღეში 9 მაისი დაიგეგმა. პირველი მცირერიცხოვანი აქცია ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კახეთის რეგიონში გაიმართა. ამ სოფელს, რომელმაც ამდენი ადამიანი შესწირა ფაშიზმზე გამარჯვებას, არაძლევენ საშუალებას შეუერთდეს ჩვენს აქციას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ქართული პარტიის აქცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ. აი ამ ადამიანს ეუბნებია, რომ დაბლოკე, რომ არ გამოიაროს სოფელში. პოეზია, საწარი მოდით აქ. მოდით ადგილობრივები, რომელი სოფელია? არ უშვებთ აქეთ, ხალხს არ ატარებთ. იგივეა ყველა სოფელში. იგივეა ყველა სოფელში. ორი არშემდგარი რევოლუცია და ორი დაპირისპირებული პოლიტიკური გუნდი ხელისუფლების შეცვლის თითქმის იდენტური გეგმით. ქართული პარტია დანაპირების რამდენჯერმე შეუსრულებლობის ფონზე ხელისუფლების შეცვლას ამჯერად კახელებს დაპირდა. სოზარ სუბარმა კახელები უახლოეს დღეებში ხელისუფლების შესაცვლელად თბილისში დაპატიჟა. 400,000 კაცი საქართველოდან შეეწირა ამონს, შეეწირა თავისუფლებას, შეეწირა კაცობრიობის ხსნას, ბოროტებისგან, იმ ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ერქვა და დღეს გვეუბნებიან, რომ ეს დღე თურმე არ არსებობს, ამათი სისხლი თურმე ტყუილა დაურილა. ჩვენ ამას არ დაუშვებთ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ისტორიის გადახაზვას აპირებს, თვითონ გაუშვებთ ისეთ ადგილას, არიდანაც მართლა გადახაზული იქნება მათი სახელები. ქართული პარტიის მიერ დაწყებულ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა კახელებს ლევან გაჩეჩილაძემაც. ჯიშის გვერდზე გადადება ურჩია და აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესრულებაში დახმარებაც სთხოვა. განებე ხა პროვოკაციულ შეკითხვებს თავი. რუსეთთან კარგ ურთიერთობას ითხოვს ეს ხალხი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან გაინტერესებს. უხვი მოწოდებების მიუხედავად ქართული პარტიის აქციას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეუერთდა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქართული პარტიიდან პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე გარიცხეს. გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არადასტურებენ თავად პარტიის წევრები, თუმცა გუნცაძე ქართული პარტიის ლიდერებთან ერთად არც გამარჯვების პარკში გამოჩენილა და არც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ბეჭდვითი მედია საშუალებების თანახმად გენერალური მდივანი პარტიიდან ირაკლი ოქრუაშვილმა სოზარ სუბარის მოთხოვნით გარიცხა. კოკა გუნცაძის პარტიიდან დათხოვნის მიზეზად კი პრესა პარტიაში წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. Quilia, ეს რატო არ არის? Quilia, განსაკუთრებული იყო რომ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება კოკა გუნცაძეს, რატო არ არის დღეს კოკა გუნცაძე? იმიტომ რომ კოკა გუნცაძე დაკავებულია იმით, რომ სხვა რეგიონში ასევე ღამე არ ეწინათ სხვა ლიდერებს. ანუ უარყოფთ ხელისუფლებას არ ეწინათ. ჯერ ერთი მიზნისთვის შეკრებულ გაერთიანებული ოპოზიცია მარტივ მომრავლებად დაიშალა, შემდეგ შიდა პარტიული რღვევაც დაიწყო. შეძლებს თუ არა ქართული პარტია შიდა ოპოზიციური დაპირისპირების ფონზე ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებას რთული სათქმელია. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული პარტიაც და მისი პარიზელი ლიდერიც საბოლოოდ ისევ დაშლა არ მოშლის სადღეგრძელოს დალევენ.